ტაძარი ეძღვნება ორ ღვთაებას, ათენასა და პოსეიდონს. დასახელება მომდინარეობს ერეხთევსისგან, მიწის ნაყოფიერების ღვთაება იყო გეასა და ჰეფესტოს ვაჟი. შემდგომში მისი კულტი შეერწყა პოსეიდონის კულტს. ეს ტაძარი თარიღდება 421-406 წლებით. იონიური ტაძარი გახლავთ, ხედავთ აი პორტიკების სვეტები, იონიური ორდერისაა გამოყენებული, შევხედოთ აქეთ ამ მხარეს. აი ხედავთ იონიური სვეტებია გამოყენებული. აკროპოლისის ჩრდილოეთ ნაწილს ამშვენებს ეს ტაძარი და აბალანსებს ძალიან თავისებურად პართენონის პარალელეპიპედს. ძირითადად დღევანდელი ათენი და სხვათა შორის ანტიკური, კლასიკური ხანის ათენის აგორაც აი ამ მიმართულებით ქვემოთ არის განლაგებული აკროპოლისის ბორცვის ძირში და მთელი ჩრდილოეთი ფასადი ის ძირითადი ფასადია, რომელიც გადაჰყურებს ქალაქს. სხვათა შორის სიტყვა მოიტანა და ალბათ განისაზღვროს თუ რომელი ფასადია მთავარი, ერეხთეიონის ტაძარში საკმაოდ რთულია. განსხვავებით პართენონისაგან, სადაც შეიძლება მკაფიოდ გამოიყოს დასავლეთი და აღმოსავლეთი ფასადი, ფრონტონებიანი ფასადი, ამ შემთხვევაში იმის და მიხედვით თუ სად მდებარეობს, რა კუთხით ხედავს მნახველი, იმის და მიხედვით ის ფასადია მთავარი, რომ არც ერთი ფასადი, ოთხივე ფასადი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ორიგინალურია და არაჩვეულებრივად დინამიურია მისი აღქმა. საინტერესოა, რომ აქ ვთქვით, რომ აკროპოლისის ბორცვი სხვადასხვა სიმაღლისაა და პართენონის უმეტესი ნაწილი არის ხელოვნურ სუბსტრუქციაზე აშენებული. მაშინ, როდესაც ერეხთეიონი თავისუფლად ერწყმის, ამ ფოტოზეც კარგად ჩანს სხვადასხვა დონე იმ მონაკვეთისა, სადაც აგებულია. ეს ნახეთ ძველი კედელი, კედლის ნაშთია და ხედავთ, რამდენად სხვაობს, როგორი კონტრასტულია ტაძრის დონეები. ეს გახლავთ ჩრდილოეთის პორტიკი, ეს სამხრეთი, აღმოსავლეთი და ეს დასავლეთი გახლავთ. ხედავთ, ეს პორტიკი სხვა დონეზეა განლაგებული, ტაძრის ძირითადი ნაწილი შემაღლებულზეა, ეს კიდე კარიატიდების პორტიკი. ანუ ისევ კონტრასტია პართენონი, რომელიც იმორჩილებს გარემოს, იმიტომ რომ სუბსტრუქციაზე აგებული, ანუ მორგებულია პერიპტერულ ტაძრის მოთხოვნებთან, გარემო, ნიადაგის უსწორმასწორობა და ერეხთეიონი თავისუფლად არის მორგებული, თავისუფლად არის გაშლილი არსებულ ლანდშაფტში. ერეხთეიონი არაჩვეულებრივად რთული ნაგებობაა და ვერ დაასახელებ ვერც ერთ წერტილს, საიდანაც მთლიანად შეგიძლია შეიქმნას დაბეჭდილება თუ როგორ გამოიყურება ეს ტაძარი. პართენონის წინ მოგეხსენებათ აღმართული იყო ფიდიას გრანდიოზული ქანდაკება, ათინა პრომახოსის ქანდაკება და არქიტექტურის მკვლევარები რეკონსტრუქციის მიხედვით ფიქრობენ, რომ ამ ტაძრის, ამ ქანდაკების პოსტამენტი გარკვეულ წერტილამდე პროპილეებიდან შესულთ უმალავდა ერეხთეიონს. ანუ ოდნავ უფრო დაბლა განლაგებული პროპილეებიდან შესულები გარკვეულ წერტილამდე ვერ ხედავდნენ ერეხთეიონს, რადგანაც ქანდაკების პოსტამენტი ეფარებოდა. და მთავარი დომინანტი პროპილეებიდან გასულთათვის კარგა ხანს იყო პართენონი, ხოლო გარკვეული წერტილის მერე უკვე ადამიანთა თვალსაწიერში, აკროპოლისზე ამოსულთა თვალსაწიერში შემოდიოდა ახალი თემა, ძალიან თავისებური ერეხთეიონის თემა. დღეს აი ამ კუთხით იშლება ერეხთეიონის ტაძარი მაყურებლის წინაშე, ესე იგი აი ამ მიმართულებით არის პართენონი, მას ძალიან თავისებურად აწონასწორებს ერეხთეიონის ნაგებობა, ანუ თუ პართენონის ჩრდილო-დასავლეთ
კუთხიდან იშლება ყველაზე უფრო ეფექტური, ყველაზე უფრო სრული სურათი ერეხთეიონის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს ვხედავთ ამ წერტილიდან. თუ პართენონის პერიპტერი თავისი მწყობრი რიტმული სვეტებით გარკვეულ პარადულობას, სიმშვიდეს, წონასწორობას აფრქვევს, ერეხთეიონი გარკვეული დაძაბულობის, გარკვეული საიდუმლოს შემცველია. ნახეთ, ყოველი კედელი, ყოველი ელემენტი, ყოველი სვეტი, ყოველი პორტიკიახლებული რაკურსით,ახლებული ხედვით გამოირჩევა. ნახეთ, რას ხედავს ადამიანი, როდესაც შემოუვლის გარს ერეხთეიონს. ანუ სამხრეთ დასავლეთიდან ხედავს სამხრეთ ფასადს, ხედავს დასავლეთ ფასადს, მიუყვება სამხრეთის კედელს, გამოწეული ტაძრის ძირითადი კონტურიდან ძალიან ძლიერად გამოწეული კარიატიდების კორპუსი, შემდეგ გლუვი კედელი, რომელიც გადადის აღმოსავლეთ პორტიკში, შემდეგ აი ამ სამხრეთი კედელის საპირისპიროდ ასევე გლუვი ჩრდილოეთი კედელია, რომელიც გადაიზრდება ჩრდილოეთ პორტიკში და მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩრდილოეთი პორტიკი სცილდება ტაძრის ძირითადი სხეულის კონტურებს და უფრო გამოწეულია. ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ კარიატიდებზე, ანუ ეს ხედავთ გოგონების ფიგურები ასრულებენ სვეტების როლს. სულ 6 იყო, ნახეთ 4 ფიგურაა, 2 თითო აი ამ მოკლე მხარეზე იყო განლაგებული. დღევანდელ დღეს 1 კარიატიდა ბრიტანეთშია, ხოლო 5 შეტანილია აკროპოლისის მუზეუმში და ასლებია დღეს ჩადგმული მათ ნაცვლად. ნახეთ, როგორ საინტერესოდ არის ეს ფიგურები გადაწყვეტილი. 3 ფიგურა ერთნაირ პოზაშია, ხოლო მეორე სამეული ერთნაირ პოზაშია. ნახეთ, აქეთ მარჯვენა ფეხზე, მარჯვენა ფეხია წინ გადმოდგმული და მარცხენაზე ეყრდნობიან, აქ კიდე საპირისპიროდ. და თითქოს ისევ პანათენეების მსვლელობის ნელ რიტმს პასუხობს აი ამ გოგონათა ქანდაკებები. სხვათა შორის კარიატიდების უადრესი მაგალითი არის დელფოსში 2 ქალის ფიგურა ასრულებდა იქ სვეტის როლს სიფნიელთა საგანძურში, რომელიც ადრეული კლასიკის პერიოდით არის განსაზღვრული. როდესაც უყურებ ერეხთეიონს, აქ ძალიან ეფექტურად და კარგად ჩანს ჩაწორილი ჩრდილი, ანუ დღის სხვადასხვა მონაკვეთში მზე გამოანათებს და ჩაჩრდილავს ამ ცხოველხატული ნაგებობის სხვადასხვა ელემენტებს და ყოველთვის დღის განმავლობაში სრულიად სხვაგვარადახლებული რაკურსით,ახლებული ემოციური დატვირთვით ზემოქმედებს მნახველზე. ერეხთეიონის არქიტექტორები საკმაოდ საინტერესო ამოცანის წინაშე იდგნენ. მათ ნაგებობას ამ ახალ ტაძარს უნდა გაეთვალისწინებია უკვე არსებული, ცოტა უფრო ადრე აგებული პართენონის ტაძარი. ანუ უნდა ყოფილიყო სრული შესატყვისობა, ჰარმონია და იმავდროულად თავისებურად უნდა გამოკვეთილიყო პართენონის პრიორიტეტი. ერეხთეიონის ტაძრის ცალკეული ნაწილები, აი ამ კომპლექსური ნაგებობის ცალკეული ნაწილების ურთიერთმიმართების გარდა ხუროთმოძღვრებს უწევდათ პართენონის ტაძრის გათვალისწინება. მასთან მიმართებაში უნდა ყოფილიყო გათვლილი ტაძრის ცალკეული ნაწილები. სხვათა შორის ადრეული ნაგებობის შეთავსება, მისი ჰარმონიული დაკავშირება უფრო მომდევნო პერიოდის ნაგებობებთან ალბათ განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, აღლისა და ძველის თანაარსებობა, მათი შეფარდება და არაჩვეულებრივად არის გადაწყვეტილი ეს ამოცანა აკროპოლისზე ერეხთეიონის არქიტექტორების მიერ. პართენონი არის ერთი მთლიანი კომპაქტური პარალელეპიპედი, მაშინ, როდესაც ერეხთეიონი თითქოს აი სხვადასხვა ნაგებობების ჯგუფია. აი აქაც კარგად ჩანს
აღარ ჩამოუყვები უკვე იმ სხვაობას, აი ცალკე მოცულობა, ცალკე სტრუქტურა მიდგმული აი ამ ძირითად კედელთან. ალბათ დამეთანხმებით ფოტოების მიხედვითაც კი კარგად ჩანს, რომ პართენონი მონუმენტური ბრძანებლობს თითქოს ადამიანზე, გიმორჩილებს. მაშინ, როდესაც ერეხთეიონი გაცილებით უფრო ჰუმანურია და ეს ჰუმანიზმი არა მხოლოდ ქალთა ფიგურების ჩართვით არის გამოწვეული, მთლიანად ცალკეული ნაწილების პროპორციები, დინამიურობა, უფრო გახსნილობა პორტიკების წყალობით სწორედ ქმნის აი ადამიანთან თანაზომიერების განსაკუთრებით მძაფრ განცდას. არც ერთი წერტილიდან არ გიჩნდება ადამიანს დაკმაყოფილების გრძნობა, რომ ყველაფერი აღიქვი, ყველაფერი გაიგე, ყველაფერს ჩაწვდი. ყოველი წერტილი ახალ პერსპექტივს, ახალ რაკურსს ხსნის და ეს არის სწორედ არქიტექტორთა არაჩვეულებრივი მიგნება. თითქოს არ გასვენებს ეს ნაგებობა და სულ უფრო და უფრო გიბიძგებს, რომ ახალი წერტილიდან, ახალი კუთხიდან დადგმე მისი მშვენიერი სვეტებით, მისი არაჩვეულებრივი ორნამენტული დეკორით. სამწუხაროდ აი ამ პორტიკის ორნამენტის გამოსახულება არ არის, არის ულამაზესი ორნამენტი, საკმაოდ მაღალი კედელია, მაღალი კარია და აი ამ კარს შემოუყვება, აჩარჩოებს ალბათ ანტიკური ბერძნული ხელოვნების ერთ-ერთი უმშვენიერესი ორნამენტი. არქიტექტურის ზემოქმედება შეიძლება ძალიან გამარტივებულად დავიყვანოთ სამ კომპონენტამდე. ჰარმონია უნდა სუფევდეს ნაგებობას, ადამიანსა და გარემოს შორის. და ერეხთეიონი არის ალბათ ამისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.